საღამო მშვიდობის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ვიმეგობრო ცხრაპლებთან. დღეს ჩვენ კვლავ კიდევ რამდენიმე ანიმაციურ ფილმს განვიხილავთ პირდაპირ ეთერში, უფრო კონკრეტულად რა ფილმები მოვიტანეს თვითონ თავად ამ ანიმაციური ფილმის შემქმნელებმა, მათთან ერთად ფსიქოლოგი როგორი იყო მუშაობა ამ ფილმის შესახებ, თვითონ ამ პროექტმა რა მიცა ორ მეზობელ რეგიონს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ეს იყო ამ პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და როგორც ჩვენი განაცემიდან მაყურებელიც მიხვდებოდა, ალბათ ყველაფერი ეს შედგა უფრო კონკრეტულად თავად გადაცემის სტუმრები გვიამბობენ. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა სტუდიაში მობრძანებისათვის. ჩვენი გადაცემა ვიმეგობრო ცხრაპლების ერთ-ერთი სტუმარი გურამ სურმანიძე სოფელ დისველიდან ჩვენთან ახალი ზღაპრით მოვიდა. მოდით ერთად გავიგოთ თუ რა ზღაპარი მოვიტანა მან დღეს ჩვენ ეთერში. გასხაპარზე იმუშავა მან საკუთარ გუნდთან ერთად რა შექმნეს, რა მოუმზადა ჩვენს მაყურებელს, ამას თავად გურამ ისაუბრებს. მოგესალმებით პირველ რიგში. მე მოვიტანე ზღაპარი ანაიდი, რომლის ავტორია აზარო საღაიანი. მე ამ ზღაპარზე მუშაობდი მარტო, მე დავხატე ამ ზღაპრის პერსონაჟები, რომელიც შემდეგ გაიგზავნა სომხეთში. იქ ჩვენმა მეგობრებმა აწყვეს, შემდეგ ისევ გადმოგიგზავნეს და ჩვენ გავახმოვანეთ იგი და ახლა ბოლომდე ვასრულებთ ამას. და როგორც ვიცი, თქვენ ამ პროექტში რადგან ჩართული იყავით, დადიოდით სოფელ დისველიდან. გიჩერდათ თუ არა იქედან ჩამოსვლა და შემდეგ ამ ანიმაციაზე მუშაობა, ანუ რამდენად საინტერესო იყო ის მუშა პროცესი, თვითონ რა მოგცათ ამ პროექტმა თქვენ? ამ პროექტზე როდესაც დავდიოდი, ეს ძალიან რთული იყო. ტრანსპორტი ძირითადად არ იყო, ძირითადად ფეხით მოვდიოდი. რამდენი კილომეტრის გავლა გიწევდა? სულ დავდიოდი 10 კილომეტრს. იმისათვის რომ მიგიღო მონაწილეობა და შეგექმნა ზღაპარი. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, ძალიან უმეწონა. ირმაზ ზურაბაშვილის დახმარებით გავიცანე ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც სომხეთიდან, ასევე ბოლნისიდანაც და ძალიან მადლობელი ვარ როგორც ირმაზ ზურაბაშვილის, ისე ამირან ისიანის. რომელთან ერთად შექმნით ეს ზღაპარი. მილენა, როგორი იყო ზღაპარზე, თვითონ ამ ანიმაციაზე ანაიძე მუშაობა, თვითონ რამდენად საინტერესო იყო ეს ყველაფერი? მე უფრო შევესწარი თეორიულ მხარეს, როცა მუშაობდნენ, და პრაქტიკული მხარე იმდენად დატვირთული იყო და იმდენად ჩართული იყვნენ ბავშვები, რომ მე თვითონაც ვეღარ მივიღე მონაწილეობა, არადა ძალიან მაინტერესებდა. თეორიული მხარე იყო იმით ძალიან საინტერესო, რომ შესავალს გავაკეთებდი თვითონ აზარო საღაიანი ცხოვრობდა საქართველოში და ძალიან კარგად იცნობდა ქართულ კულტურას. ძალიან უყვარდა თბილისის სულისკვეთა და საერთოდ ეს ამ ორი კულტურის ერთ-ერთი დამაკავშირებელი იყო ის. მან რაღაცნაირად სინთეზი გაუკეთა საერთო თვისებებს ამ ორ კულტურას და შექმნა ეს პერსონაჟი ანაიდი, შექმნა ანაიდის მეუღლე, რომელიც იყო მეფე, მათი საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შრომა და ასე შემდეგ, რაც საზოგადოებრივი სახე ჰქონდა ამას. ამაზე ჰქონდა აქცენტი და კიდევ ერთხელ ჩვენ მივედით იქამდე, რომ ეს მეზობლობა, ორი ქვეყანა ხო, ეს მეზობლები ხომ არის, ეს მეზობლობა უბრალო რაღაცა არ არის, ამას თავისი დანიშნულება აქვს. რომ ჩვენ წლების განმავლობაში, დროთა განმავლობაში ერთმანეთის გავიღებთ კარგს და ახალი ნათესაობა იქნება, მარტო მეგობრობა არა ეს. ძალიან კარგი იყო. ანუ ამ პროექტმა მოგცათ ამ ყველაფრის საშუალება, რომ თქვენ დაგმეგობროთ. ანუ ის რაც ეწერა წიგნში, ჩვენ რეალურად გამოყენებადია. და რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ ფსიქოლოგის როლი და ჩართულობა ამ პროექტში, თუნდაც ზღაპრების შექმნის პროცესში. თვითონ ზღაპარი არის სულ ცალკე თემა, სულ ცალკე კონცეპტები ერთად სულ სხვანაირი ასოციაცია აქვს ამას ბავშვების შემთხვევაში რა არის ბავშვობაში ჩვენ როცა ზღაპრებს გვიყვებოდნენ ხო ზღაპრებს მეშვეობით რაღაც მცნებებს შევიმეცნებებდით და სამომავლოდ ჩვენ უკვე გქონდა განწყობა გქონდა რაღაცებზე წარმოქმნა გარემოც საგნებზე და მოვლენებზე რაღაცნაირად გვეხმარებოდა. ამ შემთხვევაშიც მათ დაეხმარათ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაში ინფორმაცია შეიძინეს, ქცევის რაღაც მოდელი ჩამოუყალიბდათ მათ
და ეს მათ განმოადგებათ არა მარტო სამომავლოდ სომხეთთან ურთიერთობისა, არამედ სხვა ქვეყნებთან. საერთოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებრივი განათლების ერთ-ერთი კარგი ინსტიტუტი გამოდგა ეს. თუ ვწდები გურამი ერთ-ერთი მონაწილეა იმ ბანაკისა, ერთ-ერთი ბანაკის, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა. მოდი უფრო კონკრეტულად რომ ვითხრათ. მიიღებთ რა თქვენ მონაწილეობა ბანაკში, როგორი იყო ეს თქვენი ჩართულობა, შემდეგ მოგეწონათ ეს ყველაფერი, რა მოგცათ, რა ისწავლეთ, რა განათლება მიიღეთ, რა გამოცდილება შეიძინეთ ყოველივე ამის შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში. მე ვიყავი ბანაკში, რომელიც ჩატარდა ბოლნისში. ეს ძალიან სახალისო იყო ჩვენ მეზობელი ქვეყნიდან სომხეთის მეგობრებთან ერთად. აქ ასევე განხორციელდა თეატრი, პატარა სპექტაკლი, რომელიც ძალიან სახალისო იყო. ჩვენ ენის ბარიერი არ ჰქონდა, რადგანაც ჰყავდა თარგმნები და ასე შემდეგ. და მე ამოუცა ძალიან დიდი სტიმული, რომ საკუთარ თავში დამენახა ის, რაც აქამდე არ მქონდა და უკეთ დავინახე ჩემი თავი ამ ანიმაციებით და ყველაფერი ის, რაც მაინტერესებდა. ანუ ეს ძირითადად პროექტის ფარგლებში იყო უფრო ინტერკულტურული დიალოგი, ეთნოგრაფია, ხატვა, ანიმაციების შექმნა. ეს ყველაფერი აქამდე რამდენად უცხო იყო შენთვის? ჩემთვის ეს ძალიან უცხო იყო, ამიტომაც მე მინდოდა რომ ყველაფერს კონკრეტულად გავცნობოდი. ამიტომაც სკოლაში ჩვენი დამრიგებლების რჩევით მოვედი ბოლნისის ენის სახლში. რის შემდეგაც გავიცანი ეს ყველაფერი, გავიცანი სომხურ კულტურას, ასევე ანიმაციაზე მუშაობას და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ყველაფრის შემდეგ. ბოლნისის ენის სახლი ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს, რომლის მეშვეობითაც ვიმეგობროთ ზღაპრებთან გადაცემა სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის ეთერში გადის. დღეს ჩვენ კიდევ ერთი მულტფილმი ანაიდი გამიხილეთ. კვლავ წინ გვაქვს რამდენიმე მულტფილმი, ასე რომ დარჩით ჩვენთან და თვალყური ადვილებთ გადაცემას ვიმეგობროთ ზღაპრებთან. მე მომავალ შეხვედრამდე კეთილი სურვილებით, მშვიდობებით ნახვამდის. უბლიწული ვაჩაგანი ნადირობიდან ბრუნდებოდა. წყაროსთან ლამაზი გოგონა ანაიდი დაინახა. შეუყვარდა და ცოლობას თხოვა. მაგრამ გოგონამ დაიჟინა. სანამ რაიმე ხელობას არ ისწავლი, ცოლად არ გამოყვებიო. ამიტომაც ვაჩაგანმა ისწავლა ხალიჩის მოგცოვა. და გაუგზავნა თავისი ნახელავის საცოლეს. ბრძენმა ანაიდმა უთხრა: "წადი და ნახე რა ხდება შენს ქვეყანაში." ვაჩაგანი ასეც მოიქცა, მაგრამ ყაჩაღებმა გაიტაცეს. ტყვეობაში ყოფნისას მოგცოვა ხალიჩა და გამტაცებლებს უთხრა, რომ დედოფალი ანაიდი ამ ნოხს ძალიან ძვირად იყიდდა. წარწერა, რომელიც ხალიჩაზე ამოგცოვა ვაჩაგანმა, ანაიდს მეუღლესთან მისასვლელ გზას უჩვენებდა და დედოფალმა ტყვეობიდან დაეხსნა უფლისწული. ასე გადააჩინა თავისმა ხელობამ ვაჩაგანი.